ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარი ტრაფიკინგის მსხვერპლის სუროგატი დედების თავშესაფარში გადაყვანას მოითხოვს. Როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საფარი მუშაობს საქმეზე, რომელიც საქართველოში კომპანია Kinderlis ჩამოყვანილ სუროგატ დედებს ეხება. ისინი კომპანიამ ჰონორარის გარეშე გაუსაძლის სოციალურ პირობებში საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს სუროგაციის ცენტრ Kinderlis საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება და უზრუნველყოს დაზარალებულთა სტატუსის აღიარება. თებერვალში მოგმართეს ქალებმა სუროგატმა დედება, რომლებიც თანამშრომლობდნენ Kinderlisთან, მათ არ უხდდნენ ფულს და აცხოვრებდნენ საკმაოდ ცუდ პირობებში. მათ გადაუკეტეს წყალი, ემუქრებიან, რომ გაუთიშავენ დენს, არ უხდიან არანაირ ფულს. თავიდან ყველაფერი უარყო კომპანიამ და არ აპირებდა არანაირი გამოძიების დაწყებას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოძიება დაიწყო ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად არარელევანტური მუხლია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს საქმეში იმისთვის, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მიმდინარეობდეს ტრაფიკინგის მუხლით. კომპანია მუდმივად ახორციელებს მათზე ზეწოლას და მუქარას. ამ ეტაპზე სთავაზობს მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვას, რომ ეს ადამიანები ამ ეტაპისთვის მოიშოროს თავიდან. საფარის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის დასჯას ითვალისწინებს და საქართველოში არსებობს ტრაფიკინგის მსხვერპლების სახელმწიფო ფონდი, სუროგატი დედები ამ დრომდე სრულიად დაუცველები რჩებიან, რადგან ორგანიზაციის განცხადებით პროკურატურა უარს ამბობს გამოძიება ტრაფიკინგის მუხლით აწარმოოს და ქალებს დაზარალებული სტატუსი მიანიჭოს. პროკურატურას გაუჭირდა სწორი კვალიფიკაციის მიცემა მაშინ, როდესაც სახეზე იყო თავად საჩივრებში, იმ ხელშეკრულებებში, რომელიც იყო წარდგენილი პროკურატურაში, რომ სახეზე იყო ტრაფიკინგის შემთხვევა. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვატარებდით საგამოძიებო მოქმედებებს, დაიკითხნენ უამრავი სუროგატი დედები, ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაკავშირებულია დათვალიერებასთან, ტელეფონის დათვალიერებასთან, ასევე ამოღებული იქნა ხელშეკრულებები, გამოიკითხნენ, როგორც ჩემთვის ცნობილია, Kinderlis თითქმის ყველა თანამშრომელი, ყველა ინფორმაცია გამოძიებას დღეს ხელში აქვს, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით, რომ პროკურატურა მიიღებდა ადეკვატურ გადაწყვეტილებას და გადააკვალიფიცირებდა აღნიშნულ საქმეს ტრაფიკინგის მუხლად. თუმცა სამწუხაროდ მთელი ამ ხნის განმავლობაში უშედეგო აღმოჩნდა ეს ლოდინი. სუროგატი დედების შესახებ სტატია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა. შემდეგ კი, როგორც ცნობილია, ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderlis წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით უკვე თვეებია, რაც კომპანია Kinderlis სუროგატ დედებს ჰონორარს არ უხდის. სტატიაში ნათქვამია, რომ ქალების უმეტესობამ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა მათ არ მიუღიათ. როგორც სტატიაში წერია, სუროგატი დედები ძირითადად ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან არიან. გამოცემის ინფორმაციით მათ შორის არიან ქართველი სუროგატი ქალებიც.